მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. დღევანდელი გადაცემის ციტატა ასე ჟღერს: ადამიანმა უნდა შეინახოს საიდუმლო, ეს მას აძლიერებს. ციტატის ავტორია ქართველი მეცნიერი ზურაბ კიკნაძე. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა ია ანთაძის ონლაინ დღიური. შეგახსენებთ, მინდა რომ თქვენი დახმარებით არხს რაც შეიძლება მალე ჰყავდეს 1000 გამომწერი. ახლა რაც შეეხება ციტატას. დღევანდელ ციტატასთან ჩემს პრობლემაზე ფიქრმა მიმიყვანა. ჟურნალისტურ კარიერაში რამდენჯერმე მქონდა მომენტი, როდესაც სრულიად ახალ საქმეს ვიწყებდი და ამიტომ დაბეჯითებით ვიცი, რომ სანამ ამ ახალ საქმეში დავმკვიდრდები, დაახლოებით 2-3 წელიწადი მჭირდება. როცა საქართველოს პირველ არხზე ვმუშაობდი და საინტერესო ადამიანებთან ინტერვიუს ვამზადებდი და ვაქვეყნებდი, ყოველთვის თვალი ყურადღებით მეჭირა YouTube-ის პოდკასტებისკენ. ყოველ დღეში 2 საათი მაინც სხვადასხვა პოდკასტს ვუსმენდი და ვფიქრობდი, რომ ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ ტიპის სამუშაო. ხო და ისე მოხდა, რომ პირველ არხზე ჩემი პროექტი დახურეს, დავრჩი უმუშევარი და შემოსავლის გარეშე და რა თქმა უნდა პირველი რაც გავაკეთე, იმედიანი მზერა მივაპყარი YouTube-ს. საბედნიეროდ ჩემი მეგობრები თეონა გეგელია და ირაკლი აბსანძე დამეხმარნენ, რომ მათთან ერთად YouTube-ზე პირველი ნაბიჯები გადამედგა, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი ამ საქმის არ ვიცოდი. და მე გავიდა დრო და გადავწყვიტე, რომ ქონოდა ჩემი არხი YouTube-ზე. რატომ გადავწყვიტე ეს? იმიტომ რომ მივხვდი, რომ მჭირდებოდა ჩემი თავი გადამემოწმებინა იმაში, შევძლებდი თუ არა, რომ კიდევ ერთხელ დამეწყო ახალი საქმე. შევძლებდი თუ არა, რომ მე სხვებისგან დამოუკიდებლად წელში კიდევ ერთხელ გავმართულიყავი პროფესიულადაც და ფინანსურადაც. თითქმის 8 წელიწადი სხვისი ნააზრევი მომქონდა საზოგადოებასთან და ეხლა კი ვიცოდი ნამდვილად, რომ ჩემი სათქმელი მინდოდა გამეზიარებინა. ამიტომ რა თქმა უნდა ვფიქრობდი ეს როგორ უნდა გამეკეთებინა და საკმაოდ ადვილად მივედი ჩემთვის იდეალურ ინსტრუმენტამდე, რაც იყო ციტატა. რას ნიშნავს ციტატა? ეს კი ყოველი გადაცემა უნდა აგებულიყო ჩემს კომენტარზე, რომელიც დაუკავშირდებოდა რომელიმე ციტატას, რომელსაც სპეციალურად იმ დღისთვის შევარჩევდი. მაგრამ თავიდანვე ძალიან ზუსტად ვიცოდი, რომ ციტატა იყო ინსტრუმენტი და არ იყო კონცეფცია. და აი კონცეფციაზე კი ძალიან დაძაბულად ვფიქრობდი და ახლაც არ ვარ დარწმუნებული, ფიქრმა მიმიყვანა ინტუიციამ განსჯამ თუ რამ, აი ამ ონლაინ დღიურის იდეამდე. რას ნიშნავს ონლაინ დღიური, რომელიც ჩემთვის უკვე არის ნამდვილი კონცეფცია? ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ გადაცემაში მე გადაცემისთვის ვარჩევ ერთ ციტატას, რომლის კომენტარსაც გთავაზობთ, მაგრამ ეს კომენტარი და ეს ციტატა ჩემთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი პიროვნულადაც და საზოგადოებრივადაც. აი ეს იყო კონცეფცია. ნებისმიერი გამოცდილი იუთუბერი გეტყვით, რომ წინასწარ არავინ არ იცის YouTube-ზე რა გაამართლებს, რა არ გაამართლებს და ამიტომ ერთადერთი რეცეპტი არსებობს, რომ უნდა აკეთო ის, რაც შენ გიტაცებს. და მეც გადავწყვიტე ის გამეკეთებინა, რაც მე მიტაცებს და რაც მე მაინტერესებს. თავიდანვე ვხედავდი ორ პრობლემას. პირველი პრობლემა ის იყო, რომ თითქმის 8 წელიწადია საჯარო სივრცეში აღარ მისაუბრია და ამიტომ არ ვიცოდი რამდენი დრო დამჭირდებოდა იმისთვის, რომ კვლავ შემძლებოდა დალაგებულად შესაბამისი სიტყვიერი ქსოვილით ჩამომიყალიბებინა ჩემი აზრი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ამას ნამდვილად დრო ჭირდება და ეხლაც გავდივარ ამ ეტაპს. მეორე პრობლემა ის იყო, რომ ჩემს აღქმაში YouTube არის ახალგაზრდული პლატფორმა, განსაკუთრებით საქართველოში და ვიცი, რომ ჩემი თაობის ადამიანები თავისუფალ დროს ან წიგნის კითხვაში ატარებენ, ან ფილმს უყურებენ, ან სახლიდან გადიან.
და ნამდვილად არ მქონდა წარმოდგენილი როგორ უნდა მომეწვია ეს ადამიანები, როგორ გამეხადა ჩემი არხის მუდმივი მაყურებლები და ამ პროცესაც ახლა გავდივარ და მით უმეტეს არ ვიცი როგორ უნდა მივიზიდო ის ახალგაზრდები, რომლებისთვისაც YouTube ნამდვილად მშობლიური სივრცეა. ახლა ამ ორ პრობლემაზე ვმუშაობდი, ვფიქრობდი, მაგრამ გზაში დამეწია ორი კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა. საქმე ის არის, რომ როცა ვთქვი სხვების პოდკასტს ვუსმენდი, მეთქი ძირითადად პოლიტიკური პოდკასტები იყო, ინტერვიუები იყო და რა თქმა უნდა ამ პოლიტიკურ პოდკასტებს თავისი ენა აქვს და როდესაც მე დავიწყე სრულიად სხვა შინაარსის პოდკასტის კეთება, რაღაცეთ ბუნებრივად გადმოვიტანე ის ენა, რომელიც სულ მესმოდა YouTube-ზე. და გარკვეული დრო დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ის შინაარსი, რომლის გადმოცემასაც მე ვცდილობდი და ის ენა, რომელ ენაზეც ვლაპარაკობდი, შეუსაბამო იყო ერთმანეთთან. იმიტომ რომ იმ სათქმელს, რაც მე მქონდა, ჭირდებოდა თხრობის თავისი განსაკუთრებული მანერა. და ეს თხრობის მანერა მე არ მქონდა და წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ამაზე უნდა მემუშავა, მაგრამ მე მგონი ძალიან ბევრი დრო არ დამიკარგავს ამის მისახვედრად, საკმაოდ მალე მივხვდი, რომ რაღაც სხვა მჭირდებოდა და ეხლა ნამდვილად ვიცი, რომ მჭირდება თხრობის სხვა მანერა, სხვა სტილი და მუშაობ ამ თემაზე და ჯერ ძალიან შორს ვარ იქიდან, რაც შედეგად მიმაჩნია და რასაც შედეგად ჩავთვლიდი, მაგრამ ასე თუ ისე უკვე ვიცი რა მჭირდება. მეორე და მთავარი პრობლემა, რომელიც ასე ვთქვათ, გზაში დამეწია, არის პოდკასტის ჟანრი, ანუ იმ პოდკასტის ჟანრი, რომელსაც მე გთავაზობ. კარგად რომ მივიხედე, მივხვდი, რომ სამაგალითო არავინ მყავდა, ვერავისგან ვერაფერს ვერ ვისწავლიდი, იმიტომ რომ ქართულ YouTube სივრცეში მსგავსი პოდკასტი ვერ ვიპოვე. ნელ-ნელა მივხვდი, რომ აი ასეთ პიროვნულ საზოგადოებრივ თხრობას თავის თავზე მორგებული ტექსტი სჭირდებოდა. არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის, როგორ ყვები. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ტექსტი, ტექსტის კონცეფცია და თუ ტექსტი არ გაქვს გააზრებული, ვერასდროს სწორად შენ სათქმელს მაყურებელთან ვერ მიიტან. ის, რასაც ახლა ისმენთ, არის მე-15 გადაცემა და ალბათ წინ კიდევ ბევრი გამოწვევა, ბევრი სირთულე მელოდება და მათ შორის ტექნიკური ხასიათის, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მგონია და ყველაზე რთული მგონია ის, რომ სწორად იპოვოს ადამიანმა ჩემს მდგომარეობაში ზღვარი პირადსა და საზოგადოებრივს შორის, დაფარულსა და ღიას შორის. აი სწორედ ამ ფიქრებმა მიმიყვანა ზურაბ კიკნაძის ციტატასთან, რომელიც ამბობდა, რომ ადამიანმა უნდა შეინახოს საიდუმლო და ეს მას აძლიერებს. ბატონი ზურაბი ჩემთან ინტერვიუში ლაპარაკობდა თანამედროვე ადამიანის ინტერესებზე და ასეთი რამ თქვა, ხო ციტატას წაგიკითხავთ, მცირე ციტატა არის, ადამიანს არ სურს, რომ სადმე რაიმე საიდუმლოდ დარჩეს. არა მარტო სხვისი, არავედ თავისიც. ყველაფერი ხელის გულზე უნდა იყოს. ადამიანებს სურთ მათი ცხოვრების დეტალები ყველასთვის ცნობილი გახდეს. აი ეგ ციტატა მთავრდება. ტელევიზიის და ინტერნეტის ეპოქაში, TikTok-ის ხანაში, რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრება გახდა მეტისმეტად შეღწევადი და ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანის პირად ცხოვრებაზე ითქვას და ამ დროს ნამდვილად საკითხავია, სად და როგორ უნდა გაავლო ზუსტი ხაზი აი ამ საჯაროსა და პრივატულს შორის. რა გაუმხილო მაყურებელს და რა დაიტოვო შენთვის როგორც პირადი საიდუმლო. ბატონი ზურაბი ფიქრობდა, რომ როცა საიდუმლოს ინახა, უფრო ძლიერი ხარ, თუმცა თვითონვე ამბობდა, რომ ახლა მიღებულიაო ჟურნალისტები ყველას და ყველაფერს აშუქებენ და ერთი ადამიანი არ მინახავს იმით უკმაყოფილო, რომ მისი საიდუმლო გაამჟღავნესო, პირიქითო, რასაც უყურებ, ყველა კმაყოფილი არისო. მთლად დღევანდელი მოვლენა ეს არ უნდა იყოს, რაზეც ბატონი ზურაბი ლაპარაკობდა და აი რატომ 2005 წელს და 2012 წელს იტალიელმა მწერალმა უმბერტო ეკომ
დაწერა 2 ესე, პირველს ქვია როგორ გავხდეთ პოპულარული და მეორეს ქვია როგორ გამოვიჩინოთ თავი, როცა არაფერს წარმოვადგენთ. ამ ესებს ჩვენ ვიცნობთ ხათუნა ცხადაძის შესანიშნავი თარგმანით და უმბერტო ეკო ამბობს ზუსტად იმას, რასაც ბატონი ზურაბ კიკნაძე ამბობდა, ოღონდ ამბობს ბევრად უფრო დაუნდობლად და ბევრად უფრო ცინიკურად. უმბერტო ეკო წერს, რომ კარგახანია რეპუტაციამ ცნობადობას დაუთმო ადგილი და შემდეგ ციტატა: თავარი ფასეულობა ის გახდა, რომ ხშირად გამოჩნდე. გამოჩენის ყველაზე ბუნებრივი გზა კი ცხადია ტელევიზიაა. საკმარისია, რომელიმე ცრემლი გლეჯია გადაცემაში გამოჯდე და აღიარო, რომ ცოლმა ან ქმარმა რქები დაგადგა. ციტატის დასასრული. უმბერტო ეკო იმასაც ამბობდა, რომ ადამიანებსო, აი პირადი ცხოვრება აღარ ჭირდებათ, იმიტომ რომ როდესაც საჯარო სივრცეში არიან, ბევრჯერ მოისმენთ, რომ ტელეფონით ხმამაღლა ლაპარაკობენ თავის ცხოვრების ისეთ დეტალებზე, რასაც ადრე ადამიანები ერთმანეთს ჩურჩულით უზიარებდნენ და განა იმიტომ, რომ არიციან, რომ სხვებსაც ესმითო. ზუსტად იმიტომ ლაპარაკობენ ხმამაღლა, რომ უნდათ ყველას გააგებინონ თავისი ცხოვრების, პირადი ცხოვრების დეტალებიო. მგონი, რასაც უმბერტო ეკო თქვა 2012 წელს წერდა, დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, მაგალითად ის, რომ სახელის მოხვეჭა არის ძნელი, მაგრამ ბევრად ადვილია, რომ თუნდაც სახელის შემლახავი რაღაც შინაარსით გაეცნო ხალხს და დაამახსოვრო თავი. დღეს ნამდვილად წააგავს ჩვენი ფეისბუქური და განსაკუთრებით ტიკტოკური ცხოვრების ყოველდღიურობას. დღეს როცა თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელმისაწვდომი, ჩვენ ვხედავთ, რომ საჯაროობა ადამიანისგან ქმნის მის როლს. ფაქტობრივად ადამიანი უბრალოდ კი არ ცხოვრობს. ადამიანი ცხოვრობს და თან აჩვენებს, როგორ ცხოვრობს. Facebook-ში ამას ჰქონდა თხრობითი ხასიათი და TikTok-ში ამან აბსოლუტურად ვიზუალური ხასიათი შეიძინა. რაც უფრო მეწყვება ადამიანი თავის თავზე, მით უფრო ძნელი არის გაარკვიო სინამდვილეში ვინ არის, რას წარმოადგენს და რას გაჩვენებს თავის შესახებ. ეს მართლაც პრობლემა გახდა და ამ დროს, ზუსტად ასეთ დროს, როცა ადამიანებს ღია აქვთ კარი თავისი პირადი სივრცისკენ, მე მგონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ის, რაც დაფარულია, ის, რასაც არ აჩვენებ და ის, რაც შენს საიდუმლოდ რჩება. მაგრამ კითხვა ასეთი არის, თუ კი კონკურენტულ ველზე შედიხარ პირდაპირ და შენს პოდკასტს არქმევ ონლაინ დღიურს, აი მაშინ როგორ უნდა მოიქცე? თუ არ გაიხსნები, ეს ნიშნავს, რომ ატყუებ მაყურებელს, სინამდვილეში პირდები ერთს და თავაზობ მეორეს და რა თქმა უნდა, ამით ვერავის ვერ დააინტერესებ. და თუ გაიხსნები, ამ საყოველთაო გახსნის პირობებში, ვის როგორ უნდა აჯობო, გახსნით ვერ აჯობებ, მე ჩემნაირი ადამიანი ვერ აჯობებს სხვებს, რასაკვირველია. და ამიტომ არის ჩემთვის მთავარი პრობლემა, ეხლა რომ ვიპოვო სწორი ზღვარი, როგორ გავიხსნა, რა გამოვიტანო თქვენ სამსჯავროზე და რა დავიტოვო ჩემთვის. საბედნიეროდ არსებობს ადამიანი, რომელმაც სამაგალითოდ შეძლო ის, რომ თან დაეტოვებინა თავის სიღრმე, თავისი საიდუმლო აბსოლუტურად ყველასთვის ხელმიუწვდომელი და თან იმგვარად გახსნილიყო საზოგადოების წინაშე, რომ აი შეიძლება მართლა უპრეცედენტოდ. არ ვიცი, ხვდებით თუ არა ვიზე ვლაპარაკობ, ეს ადამიანი არის მწერალი ოთარ ჭილაძე. ესე იგი, როდესაც დედაჩემმა წაიკითხა პირველად ადრე, ძალიან ადრე მისი რომანი ყოველმან ჩემმა მპოვნელმან, მითხრა, რომ არ ვიციო, ამაზე ღიად მოყოლა ამბის საერთოდ თუ არის შესაძლებელიო და მე პირადად ზუსტად იგივე განცდა მქონდა, როცა წავიკითხე ოთარ ჭილაძის აველუმი და ჩემთვის ოთარ ჭილაძე არის ძალიან მამაცი მწერალი, რომელმაც თან შეძლო, რომ ყოფილიყო გამაოგნებლად გულწრფელი მკითხველის წინაშე და თან პროფესიულ თამასას აბსოლუტურად არ შეხებია, 1 მილიმეტრით ქვემოთ არ დაუწევია,
აი ამ გულწრფელობის ფონზე და ესეთი მწერალი მე მგონი მთელ სამყაროში მართლა ძალიან იშვიათია. ეხლა მინდა რომ საიდუმლოს დაუბრუნდე. ფიქრობ რომ საიდუმლო ქმნის ადამიანის საზღვარს, საიდუმლო ქმნის იმ სივრცეს, სადაც ადამიანი მარტოა თავის თავთან და ამიტომ არის ყველაზე მეტად თავისუფალი და ამიტომ შეუძლია იქ, სადაც ყველაზე მეტად თავისუფალია, მან სხვებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს, სად გაატაროს ზღვარი, რა დაიტოვოს თავისთვის და რა გაიტანოს მაყურებლის და მსმენელის სამსჯავროზე და აი როგორ გაძლიერდეს თვითონ ამ პროცესით. რა არის წარმატების ფორმულა? ის, რასაც აჩვენებს საზოგადოებას, ყოველთვის უნდა ტოვებდეს განცდას, რომ ამის იქით ადამიანში რჩება კიდევ სიღრმე, რჩება რაღაც საიდუმლო, რჩება რაღაც უთქმელი, რომელიც ძალიან საინტერესოა და ამავდროულად რჩება ინტერესი და რჩება იმედი, რომ ნელ-ნელა ის საიდუმლოც გამოვა სააშკაროზე. ნელ-ნელა ადამიანი მივა იქამდე, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სიღრმე, თავისი მეტი პირადი, თავისი საიდუმლო გაუზიაროს საზოგადოებას და მიუხედავად ამისა შეძლოს, რომ კიდევ გამიჯნული დარჩეს ყველასგან. ეს არის ჩემთვის ის საიდუმლო, რომელმაც მინდა რომ მომიტანოს წარმატება მე ჩემს აი ამ ახალ საქმეში. მე მგონი ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ხა ზუსტად ვიცი რა და როგორ უნდა ვაკეთო, მაგრამ ვიცი საით უნდა ვიარო და ვიცი რა არის ჩემთვის მაგალითი და ვიცი რომ სწორედ ოთარ ჭილაძის პოეზია და პროზა არის ის, რასაც კიდევ უფრო მეტად უნდა ჩავუღრმავდე ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რომ კიდევ კარგად მივხვდე როგორ ახერხებს ეს ადამიანი, რომ თან შეინახოს დიდი საიდუმლო და თან გათქვას თავის საიდუმლოებები, ისე რომ ამ ორმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. ესე იგი, ეხლა მინდა რომ შევაჯამო ეს ჩემი დღევანდელი გადაცემა იმით, რომ თავარია მე ბევრი ვიმუშაო იმისთვის, რომ თემებიც, ტექსტიც, თხრობაც და საიდუმლოს და საჯაროს შორის სწორი ზღვარი, სწორი ბალანსი ერთმანეთთან მოვიყვანო თანხმობაში. აი თუ ეს შევძელი, მაშინ ვიფიქრებ, რომ ქართულ YouTube სივრცეში დაიბადა ახალი ჟანრი. ალბათ მკითხავთ, რომ როგორ მივხვდები ეს ჟანრი დაიბადა თუ არ დაიბადა. ამის ერთადერთი კრიტერიუმი და ზუსტი საზომი იქნება თქვენი ინტერესი, თქვენი გამოხმაურება და თქვენი ჩართულობა, რა თქმა უნდა. სხვა საზომი აქ არ არსებობს. დღეს ამით დავასრულებ აბსოლუტურად გულწრფელ თხრობას ჩემი ცხოვრების ამ ახალი გამოწვევის შესახებ. მინდა რომ მომწეროთ, გნებავთ რჩება, გნებავთ თქვენი გამოცდილება, რომელიც ასევე შეიძლება მე გამომადგეს, გნებავთ უბრალოდ თქვენი შთაბეჭდილება, თქვენი აზრი. მინდა რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური. აი დღეს გაგიზიარეთ ჩემი პრობლემა, მე კიდევ გზა და გზა დაუბრუნდები ამ თემას და განსაკუთრებით დაუბრუნდები იმის მიხედვით, რამდენადაც დავინახავ თქვენს ინტერესს იმის მიმართ, თუ როგორ ვმუშაობ მე ჩემს აი ახალ პროექტზე, რა მიმაჩნია ჩემს გამოწვევა და რა მიმაჩნია წარმატებაც, თუ კი ასეც დავინახავ. ახლა შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით და დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.